იქნება. Გამოვიდით დღეს ცოტა ცუდი ამინდი არის. ისევ დუომოს ვნახულობთ და მერე წავალთ კანალების სანახავად. ძალიან ლამაზია და წაგიყვანთ იქაც ერთად წავიდეთ. ეხლა უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ ძალიან მუხშია. ვერ გადავწყვეტა ეს მიხდება თუ არ მიხდება. თუ ეს ჯობია. ძალიან უცხო მოდელები აქვთ. ეს ჩვენთან ღირს 119 ევრო მაგალითად. ეს მაიკა გაია 19 ევრო ღირს. ყველაფრის ფასებს ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს. აი, ჩემი კუთხეც ვიპოვე. ძალიან ლამაზი კაბა არის. 89 ევრო ღირს. ახლა ფამწინდებს. რა კაი კოლექცია აქვთ ვაფრე. გუბერნატორ კავალი ძალიან ხაური. არ მიყვარს. აი ესეთი კაური რაღაცები ძალიან შორს არის ჩემგან. ეს ბევრად ეფექტურია. ყველაზე ორიგინალური ჩანთა. მიყვარს აქაური პარკინგი. აი, იცით რაზე მეცინება? მაღაზიიდან გამოდიხარ. თან როგორი მაღაზიიდან ხო ხედავთ კარგად და აი, პირველი ზოლი პარკინგი რაც არის, არავის, აბსოლუტურად არავის არ ყავს. ძველი მანქანა, ну ძალიან კაი მანქანები დგას. რატომღაც ესეთ მაღაზიებთან რომ ძველი და ცუდი მანქანა იყოს, მაგრამ მოკლედ რაღაც ძალიან ცეთი აურა არის რა, I feel luxury. რაღაცის ყიდვა მინდა. ანუ მილანი არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იმათთვის, ვინც არის shopping addicted. რა აი სუნება, აი ყველა მაღაზიიდან გეძახია. შემოდი რაღაცა ისეთი მაღაზიებია. აი ჩემი ფავორიტი მანქანაც ნახე. ეს ველოსიპედი არა, აი ამ ბენტლიზე მაქვს. ძალიან დავიღალე, ბევრი ვიარეთ და ნახე საჭმელი გვინდა ვერ ვყოლობ ვერაფერს. ამე კარგი მინდა. იტალიური. პრინციპში პიცა სადაც არ ნაჭამა მაინც კარგი იქნება. აბსოლუტურად ყველგან მაღაზიების ქუჩა აღმოჩნდება ხოლმე. ჩვენი გზა წამოწ ეს არის კარტოფილი და ხახობა. ძალიან უცნაურია, ამას მე არ შევჭამ. მე მიყვარს ეს და მოცარელას რა ქვია, ამას არ ვიცი. მე გადაცოლა რაღაცა. რომში გავსჯეთ ესეთი ზუსტად.
Danke, ხო? მე ძალიან მომეწონა. ყველაზე გემრიელ პიცას დაიმახსოვრეთ შეჭამთ აი ესეთ ადგილებში. ამ კონკრეტულს ქვია რომანტიკა. არ არსებობს კოში. Diamonds. Gina kawa gina. ესეც ფერი არ უნდა იყოს ეს. მოვედით რაღაცა 64 არის აპრილიას კუტკა. Fuera, ეხლა მოვედით უნიკლოში და ძალიან კაი რაღაცაები აქვთ. მაისური მოვიზამე და ვიღებ და ეს შორტი მომწონს, მაგრამ რაღაცა ჯინსის შორტს ვეწებ და ამიტომ გადავიფიქრე. თან დაგათვალიერებინებთ თქვენს რაღაცაებს. სად იყო? ქვევით იყო მახსოვს. აი basic რაღაცებისთვის არის იდეალური მაღაზია. უბრალო მაისურავი და სვიტრები, ქვედაბოლოები, არ ვიცი, ყველაფერი არის აბსოლუტურად. ხარისხი ძალიან კარგი. ნახეთ რა ხელა ფილიალია. Thank you. That was it. ხო, ეხლა მოვედი მაღაზიაში, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ მქონდა, არ ვიცი, პირველად ვარ ესეთ მაღაზიაში და ისეთი საოცრებები ხდება. ხო, აი, ყველაფერი ედება აბსოლუტურად დაწყებული საცურაო კოსტიუმებით, შარლები, ჯინსები, ყველანაირი ბრენდი, CK, Only, კიდე რაღაცები შეხვდა, Levi's, Lee, ყველანაირი ბრენდი არის. არეული და ისეთი ფერადი კოლექცია არის და ისეთი ნაირ-ნაირი რაღაცები, რომ მგონი ჯობია გაინახოთ. ოღონდ უშველებელი მაღაზია, მთლიანად ვერ გადავიღებ და 2 წუთით დაგანახებ. ნახეთ, როგორი ფერადი რაღაცები ყიდება. ეს მე მგონი ნაჭრიშარვალია, რომ ძალიან მინდა. კაბები, აი ესეთი რაღაცა ლამაზი, ორიგინალური ზედები. ეს მანახე. აი ამ ქვედაბოლოზე გავგიჟდი ძალამაზია. კიდევ აი ეხლა ტრენდული რაც არის, ძირითადად ეგეთი რაღაცაები იყიდება, აი ტოპები, ყელსაღამები, აქსესუარები, ქვედაბოლოები და მოკლედ აი არ ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად და ძალიან დავიბენი. აი ეს შორტი ძალიან მომწონს. ძალიან კარგია. საცურაო კოსტიუმები არის ძალიან ორიგინალური დიზაინები. ნახეთ რა ლამაზია. ცოტა დავიბენი. ჯინსები. ასევე Wrangler-ის ჯინსებიც არის, Adidas-ის სპეციალები და სამბები შემხვდა იქით. არ ვიცი რა მაღაზია, ესეთი სახელს დავაკვირდები რომ გავალ.
მაგრამ ძალიან კარგი მოგონებაა ნამდვილად. ვიღაცა დაილოცოს. ნახეთ რა ლამაზია. ეხავე. რა არის მაგრამ ძალიან კაი რაღაცებია მაგრამ yeah. How much is it chanta? It's beautiful. Yeah, it's beautiful. Uბრალოდ უნდა გადავიღო ამ ჩანთა. ესე ჩანთაში რო კიდებენ ტანსაცმელს. აი ეს არის მაღაზია. ძალიან ლამაზი მოდელები აქვს და ეს ვარდისფერი რა უცხოა. ხო, ვანილია ვიღე, ჯიანდუია და ხო, უგემრიელესი ნაყინი არის. ძალიან დიდი რეკომენდაცია ამ ადგილს. Esa qorelია. ნახეთ რა ორიგინალური საჩუქარი არის, წინდები არის და ჩამოცმული არის ჯოხზე, ანუ ნაყინის თემატიკით და ღირს 5 და 90. ესეც ავოკადოს წინდები, ვისაც ავოკადო უყვარს 6 евро.